მოდით ისევ გავაკეთოთ მაგალითი კუთხით გასროლილი სხეულზე, ოღონდ ამჯერად განსხვავება და სირთულე ის იქნება, რომ კუთხით გასროლილი სხეული გვაქვს დახრილ სიბრტყეზე. ანუ რომ ვისვრით, არ ვიცით რა სიმაღლეზე დაეცემა. არ გვაქვს ინფორმაცია იმის შესახებ თუ როგორ იქნება ვერტიკალური გადაადგილება, იმიტომ რომ ჰორიზონტალური გადაადგილების მიხედვით იცვლება სიმაღლე დაცემის წერტილის. შესაბამისად, უბრალოდ ვერტიკალური გადაადგილების გამოთვლით ვერ დავიწყებთ საქმეს, რაღაცნაირად სხვანაირად უნდა მივუდგეთ, საინტერესოა როგორ და მოდი ახლა ეს გავაკეთოთ. ესე იგი, ეს 15 გრადუსი არის სიჩქარის ვექტორსა და დახრილ სიბრტყეს შორის და სიბრტყესა და მიწას შორის თუ იატაკს შორის არის 30 გრადუსი. ესე იგი, მათი ჯამი არის 45 გრადუსი, ეს სიჩქარის ვექტორსა და მიწას შორის. და მოდი ვიპოვოთ აი ამ სიჩქარის კომპონენტები. ესე იგი, ვერტიკალური კომპონენტი იქნება S და ეს არის VY, რომელიც უდრის 10 ჯერ უდრის 10 ჯერ სინუს 45-ს. სინუს 45 გრადუსს. რაც ბარემ დავწეროთ, რომ ტოლი არის რისი? სინუს 45 გრადუსი არის, ეცა ძალიან ზემოთ არ გვინდა დაწერა. სინუს 45 გრადუსი არის ფესვი 2 მეორედი. ესე იგი, ეს გაყოფილი 2-ზეა 5, გამრავლებული ფესვი 2-ზე არის 5 ფესვი 2, ანუ გვაქვს 5 ფესვი 2 მეტრი წამთან. კარგი. ახლა მოდი მივხედოთ ჰორიზონტალურ კომპონენტს. ჰორიზონტალური კომპონენტი იქნება აი ეს, აი ასე. ეს არის Vx-ი და Vx-ი არის 10 გამრავლებული კოსინუს 45 გრადუსზე. კოსინუს 45 გრადუსზე. რომელიც ასევე არის სხვათა შორის ფესვი 2 მეორედი. ფესვი 2 მეორედი. ამიტომ ესეც იქნება 5 ჯერ ფესვი 2 მეტრი წამთან. კარგი. ესე იგი, გვაქვს ორივე ჰორიზონტალური და ვერტიკალური კომპონენტი. მოდი ახლა შევხედოთ გადაადგილებებს. ნახოთ, როგორი არის ჰორიზონტალური, არა, მოდი ჯერ ვერტიკალური გადაადგილება. ესე იგი, SY როგორია? ვიცით, რომ საწყისი სიჩქარე უნდა გავამრავლოთ დელტა ტ-ზე, საწყისი სიჩქარე ვერტიკალური არის 5 ფესვი 2, ამიტომ 5 ფესვი 2 უნდა გამრავლდეს დელტა ტ-ზე და ამას ვაკლებთ აჩქარება გამრავლებული დელტა ტ-ს კვადრატზე და გაყოფილი 2-ზე, ხო? აჩქარება ვიცით, რომ არის -9.8, ამიტომ გაყოფილი 2-ზე იქნება -4.9. ანუ ფორმულა გახსოვთ იმედია, ხო? ანუ შემდეგი მოდის, აი ეს წევრი არის at კვადრატ ნახევარი. აჩქარება არის -9.8, გაყოფილი 2-ზე არის, ანუ ნახევარი რადგანაა -4.9 და ეს მრავლდება დელტა ტ-ს კვადრატზე. ესე იგი, ეს არის გამრავლებული დელტა ტ კვადრატზე. კარგი. ესე იგი, ეს არის ვერტიკალური გადაადგილება. ჰორიზონტალური გადაადგილება უფრო მარტივი ჩასაწერია, გვაქვს SX-ი, რომელიც რის ტოლია. ვიცით, რომ 5 ფესვი 2 არის ჰორიზონტალური სიჩქარე, ესე იგი, გვექნება 5 ფესვი 2, უბრალოდ გამრავლებული დელტა ტ-ზე. რატომ? იმიტომ, რომ სიჩქარე არ ეცვლება ჰორიზონტალურად და შესაბამისად მოძრაობის დროის განმავლობაში ამ სიჩქარით რა მანძილს გაივლის, პოულობთ ასე. ანუ ამ დროს ვამრავლებთ ამ სიჩქარეზე. კარგი. ესე იგი, გავარკვიეთ ეს რა არის, გავარკვიეთ ეს რა არის. მოდი ახლა ესეთი რაღაცა ვქნათ. ესეთი რაღაც გავაკეთოთ, მოდი. ეს გადაადგილებები რეალურად. ეს არის კომპონენტები სიჩქარეების და ეს გადაადგილებები, რაც შეეხება ამათ. არის ესეთი რაღაცა. ეს სხეული გავისროლეთ, წავიდა, სადღაც დაეცა. აი აქ, ხო? ეს გადაადგილებები არის ზუსტად აი ამასთან დაკავშირებული. ანუ ეს არის ვერტიკალური გადაადგილება, SY. ეს არის ჰორიზონტალური გადაადგილება, თავი აქიდან მოყოლებული. იქიდან არ გავუსვამ ხაზს, რომ არ დავფაროთ ლურჯი ის არის. ეს არის უпросторეთ, V არა. SX. კარგი. მაშინ თუ გავარკვიეთ ვერტიკალური გადაადგილება როგორ გამოვსახოთ და თუ გავარკვიეთ ეს როგორ გამოვსახოთ, მოდი გავარკვიოთ ამათ მიხედვით, მოდი ამათ შორის დამოკიდებულება ვნახოთ რა არის საერთოდ. ესე იგი, ტანგენსი 30 შეგვიძლია გავაკეთოთ, იმიტომ რომ ეს შეფარდებული ამასთან მოგცემს ამ კუთხის ტანგენსს. მოდი დავწეროთ ეგ რა იქნება. ესე იგი, ტანგენს 30 გრადუსის ტოლია. SY გაყოფილი SX-ზე.
sy გაყოფილი sx-ზე. კარგი. ეხლა ეს რა არის? ეს რისი ტოლია? ოღონდ ცხადია ესენი ვექტორები არის, ამიტომ აქ უნდა მივთვითო რომ სიდიდეებს ვიღებ ამ ვექტორების. ანუ მათ მოდულებს, ასე ვთქვათ, მათ სიგრძეებს, აბსოლუტურ სიგრძეებს. კარგი, კი ბატონო, ეს გავაკეთეთ. ეხლა ეს რას უდრის? აქედან ურაფერს მოვიღებთ, პირდაპირ ტანგენს 30-ით ვიმსჯელოთ. ტანგენს 30 რისი ტოლია გავიხსენოთ და მაგით ვიპოვით ამათ შეფარდებას. ტანგენს 30 არის იგივე რაც სინუს 30 გაყოფილი კოსინუს 30-ზე. ანუ სინუს 30 არის 1/2, ესე იგი 1/2 გამრავლებული კოსინუს 30 არის ფ3/3, ესე იგი გამრავლებული 2-ჯერ გარდა 2 გაყოფილი ფ3/3-ზე, იმიტომ რომ წილადზე თუ ვყოფთ, ვამრავლებთ წილადის შებრუნებულზე. ესე იგი ეს არის რამდენი? ორიანები წავა 1 გაყოფილი ფ3/3-ზე. 1 გაყოფილი ფ3/3-ზე. ესე იგი ამათი შეფარდება არის იგივე, რაც 1 გაყოფილი სხვა ფერი მინდა. 1 გაყოფილი ფ3/3-ზე. ახლა მოდი ორივე მხარე გავამრავლოთ sx-ის სიდიდეზეც და ფ3/3-ზეც ერთდროულად. ჯვარედინი გამრავლებასავით გამოგვდის. მაშინ გვექნება რომ ფ3 გამრავლებული sy-ზე, sy-ის სიდიდეზე. აი ესე. უდრის sx. ესე იგი ამათ შორის ასეთი არის დამოკიდებულება. უდრის sx-ის სიდიდეს. კარგი. ეს დამოკიდებულებაც მივიღეთ. კი ბატონო. ახლა მოდი ვნახოთ, გავაგრძელოთ აი ამ გადაადგილების ფორმულიდან გავაგრძელოთ და გამოვსახოთ აქედან დელტა t. ესე იგი აქედან დელტა t იქნება, ორივე მხარეს გავყოფთ 5/2-ზე. აქედან დელტა t იქნება sx გაყოფილი 5/2-ზე. 5/2-ზე. ცხადია რომ ცხადი თუ არ არის შეგვიძლია ვაჩვენოთ კიდეც რომ ეს არის დადებითი სიდიდე, იმიტომ რომ მარჯვნივ დადებითი მიმართულება არის, მარჯვნივ გვაქვს დადებითი მიმართულება აღებული. შესაბამისად ვიცით რომ ეს დადებითია და შეგვიძლია ეს ჩავანაცვლოთ აი ამით, ამ გამოსახულებით. ანუ დავადგინეთ რომ sx-ის სიდიდე უდრის ფ3-ჯერ sy-ის სიდიდეს. შეგვიძლია sx-ი აქ ჩავანაცვლოთ აი ამ გამოსახულებით, ანუ ფ3-ჯერ sy ვექტორით. მაშინ აქ გვექნება ასეთი რაღაცა. ეს იქნება ფ3 გამრავლებული sy-ზე და გაყოფილი ისევ 5/2-ზე. გაყოფილი 5/2-ზე. ეხლა ეს რისთვის გამომადგება, რა გავაკეთე აქედან? აქედან გავაკეთე ესეთი საინტერესო რაღაც, რომ დრო გამოსახე sy-ის მეშვეობით, ხო? ვერტიკალური გადაადგილების მეშვეობით. და ამ დროს დრო და ვერტიკალური გადაადგილება შედის ამ ფორმულაში. მაშინ მე შემიძლია ახლა რეალურად დელტა t-ების ნაცვლად აი ესენი შევიტანო, რაც მაქვს მოცემული აქ, ანუ აი ამ დელტა t-ს ნაცვლად ჩავსვა ეს, აი აქ და აქ და გამოვსახო ამით ვერტიკალური გადაადგილება როგორია. მოდი გავაკეთოთ ეგ. ესე იგი ვერტიკალური გადაადგილება sy უდრის 5/2 გამრავლებული დელტა t-ზე, ანუ აი ამაზე, ესე იგი გამრავლებული ფ3-ზე, რომელიც მრავლდება sy-ზე და იყოფა 5/2-ზე. 5/2-ზე. კარგი, ეს ერთი და ახლა მეორე, მინუს ამას 4/9 გამრავლებული აი ამ გამოსახულების კვადრატზე. ეს კვადრატში იქნება ესეთი რამ, ზემოთ გვექნება უბრალოდ 3, იმიტომ რომ ფ3-დან კვადრატია 3, გამრავლებული sy-ის კვადრატზე, sy კვადრატში, ესე. და ქვემოთ გვექნება 5-ის კვადრატი არის 25, ფ3-ის კვადრატი არის 2, 2-ჯერ 25 არის 50. ესე იგი გვაქვს აქ 50. კარგი. მოდი ახლა ეს კიდევ უფრო გავამარტივოთ, როგორ იცით? ესენი თავისთავად წავა. sy გამოვაკლოთ ორივე მხარეს. sy-ს თუ გამოვაკლებთ ორივე მხარეს, მაშინ აქ გვექნება 0 და აქ გვექნება ამ ყველაფერს მინუს sy. ფ3-ჯერ sy მინუს sy შეგვიძლია გავაკეთოთ ისე, რომ პირდაპირ ფრჩხილებს გარეთ გავიტანოთ. ანუ 0 უდრის აი ესეთ რაღაცას. ფ3 მინუს 1, ფ3 მინუს 1 გამრავლებული sy-ზე. ანუ გამოვაკელით sy და გავიტანეთ ფრჩხილებს გარეთ. ამას მინუს აი ეს გამოსახულება. ესე იგი 4/9 გამრავლებული 3-ზე და გაყოფილი 50-ზე. გამრავლებული sy კვადრატზე.
sy კვადრატზე. მოდი კიდევ უფრო ავწევ ზემოთ. საბედნიეროდ შეგვიძლია რომ sy გავიტანოთ ფრჩხილებს გარეთ. მაშინ გვექნება ესეთი რაღაცა. 0 უდრის sy და ფრჩხილებში ფესვი 3 -1 -4.9 გამრავლებული 3-ზე გაყოფილი 50. sy. ესე იგი, აი ესეთი გამოსახულება გავუტოლეთ 0-ს. ეხლა ორი შემთხვევა არის. პირველი შემთხვევა, როცა ეს გამოსახულება არის სამართლიანი, გვაქვს მაშინ, როცა sy უდრის 0-ს, რაც, ტრივიალური შემთხვევა არის ძალიან, იმიტომ რომ sy 0-ს უდრის მაშინ, როცა ჯერ კიდევ არ არის გასროლილი სხეული. მაგრამ მეორე შემთხვევა, როცა sy უბრალოდ მეორე შემთხვევა, როცა ეს განტოლება სამართლიანია და რომელიც ზუსტად ჩვენ გვაინტერესებს. არის როცა აი ეს ფრჩხილებში გამოსახული რაც არის, უდრის 0-ს. მაშინ მოდი ახლა ეს გავუტოლოთ 0-ს თან ისე რომ რაღაცები გამოვთვალოთ, ანუ რაღაცები დავწეროთ რას უდრის. ეს ფესვის 3-1 მაგალითად უდრის 0.732 მიახლოებით და ამას მინუს ეს გამოსახულება უდრის 0.294-ს, ესეც მიახლოებით, განმავლებული sy-ზე, და ეს უდრის, ესე იგი, როგორც ვამბობთ, 0-ს, ხო? კარგი. მაშინ ახლა ორივე მხარეს მივუმატოთ აი ეს გამოსახულება, დაგვრჩება, რომ 0.732 უფრო სწორად უდრის 0.294 sy-ს. თითქმის ვიპოვეთ, ცოტაღა დაგვრჩა, თითქმის ვიპოვეთ ვერტიკალური გადაადგილება. აქედან გამომდინარე ვერტიკალური გადაადგილება თურმე ტოლი გამოდის 0.732 გაყოფილი 0.294-ზე, რასაც ბარემ აღარ დავწერ. ან კაი დავწერ ოფიციალურად მიუყვეთ ბოლომდე. ესე იგი 0.732, ანუ ორივე მხარე გავყავით აი ამაზე რა. გაყოფილი 0.294-ზე. კარგი, ესე იგი რა გამოვიდა ახლა რომ მივიღეთ ვერტიკალური გადაადგილება რისი ტოლისა. ვერტიკალური გადაადგილება თურმე ტოლი არის აი ამ რაღაცა რიცხვის. ეხლა აქედან გამომდინარე შეგვიძლია გამოვთვალოთ მარტივად ჰორიზონტალური გადაადგილება რისი ტოლია. ამისთვის რა არის საჭირო? ვიცით რომ ჰორიზონტალური გადაადგილება არის ვერტიკალური გადაადგილება გამრავლებული უბრალოდ ფესვის 3-ზე, ხო? მაშინ ეს თუ არის ვერტიკალური გადაადგილება, ჰორიზონტალური გადაადგილება იქნება ფესვის 3-ის ნამრავლი აი ამ გამოსახულებაზე. რაც არის 0.732 გაყოფილი 0.294-ზე. ამისი გამოთვლა უკვე შეიძლება რაღაცა რიცხვი იქნება და ესე იგი რა გამოვიდა საბოლოო ჯამში, რას მივაღწიეთ ამ ამოცანაში, მიუხედავად იმისა, რომ ცოტა თავიდან თითქოს ისეთი არაინტუიციური რაღაცა იყო. მივაღწიეთ ესეთ რაღაცას. მოდი მაინც დავწერ რაც არის ესენი რომ მე ბევრი საწერი არ მქონდეს ზემოთაც მინდა მივაწერო. ეს არის 2.59 მეტრი. და ეს არის 4.31 მეტრი. 4.31 მეტრი. ესე იგი ვიპოვეთ ვერტიკალური და ჰორიზონტალური გადაადგილებაც და ეს რაში დაგვეხმარება? როგორც მინიმუმ იმაში რომ ეს უკვე გავარკვიეთ, ეს არის, ესე იგი, ეს არის 2.59 და ეს არის 4.31. ანუ მივიღეთ რომ ეს გვერდი გვაქვს და ეს გვერდი გვაქვს. აქედან უკვე თუ მოგესურვებათ თქვენ შეგიძლია სცადოთ, თუ გვაინტერესებს აი ამ დახრილ ზედაპირზე რამდენად შორს გადავარდებოდა ეს სხეული, უბრალოდ პითაგორას თეორემას გამოიყენებთ და ძალიან მარტივად იპოვით უკვე აი ამ სიგრძეს.